მდგომარეობაში. გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენ ვართ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემორჩენილ ბუნკერში, რომელიც მეტნაკლებად გაიძარცვა, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ნივთი და აღჭურვილობა შემორჩა ბუნკერს, რაც დღეს თბილისში არ მოიპოვება. კავშირგაბმულობის სადენები, მაშინდელი, რომლის უმეტესობაც ჩაჭრილია. არიკეტება, ელექტროენერგია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ ბუნკერში, რაც ძალიან მომწონს, ეს არის ეს მართვის პანელი. ეს მართვის პანელია ზუსტად, რაც თავის ეშხს აძლევს აი ამ ბუნკერს. სიები, სადაც იყო ასე ვთქვათ, ეს გახმოვანებები, რომლებიც ამცნობდა იმ კონკრეტულ რაიონს, რომელსაც ეს ბუნკერი მართავდა, რომ ქვეყანაში იწყებოდა სიტყვაზე დაბომბვა ნებისმიერი სახის განგაში და ეს გახმოვანება და სირენა შემდგომ უკვე ირთვებოდა მთლიანად მთელ თბილისში. ეს კარები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. განათება კასტა აბუთახშიც. დიზელ გენერატორი, რომელიც ძალიან იშვიათია დღეს ბუნკერებში, იმიტომ რომ უმეტეს ნაწილში ეს დიზელ გენერატორები არის გაძარცული, მოპარული, წაღებული, დაშლილი, მოკლედ. მაგრამ ამ ბუნკერში პირველად ჩამოსვლის დროს, აი ზუსტად ამან მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ არ მქონდა მსგავსი სახის დიზელ გენერატორი ესეთ მდგომარეობაში ნანახი. იარლიყი, რომელიც გონეორ დამზადებულია ეს დიზელ გენერატორი საბჭოთა კავშირში, არის 2 ტონა, მოიხმარს დიზელს და ასე შემდეგ. სამინტილაციო მექანიზმის ნაწილი, როგორც ცნობილია, ყველა აბსოლუტურად იყო სამბარებზე, რომ მიწის ყევის დროს ამ ყველაფერს სიმყევისთვის გაეძლო. ასე ვთქვათ, ზეთების ოთახი, სადაც ეს ყველას ზეთი, რაც მაშინ გენერატორს ჭირდებოდა. სამინტილაციო მექანიზმის მილი. ესეც სამბარებზეა. ეს პატარა საევაკუაციო გადასასვლელი იმ ოთახში, სადაც წელან ვიყავით. თუ დააკვირდით, მიხვდებოდით, რომ ეს ოთახი იყო ბუნკერში ყველაზე კარგად დაცული. შემოსასვლელში გვხვდება 2 ჰერმეტული კარები, ასევე თითოეულ ოთახს აქვს თავის ჰერმეტული კარები და პლუს საევაკუაციო გასასვლელი, ასეთი პატარა, რომელსაც მივყავართ მართვის პანელთან. ძალიან კარგად შენახული ოთახია ახლაც. თუ არ ჩავთვლით იმ თანამედროვე ნაგავს, რაც აქ ეყარა. და აქ უფრო მეტი და ისეთი დიდი რაოდენობის ნაგავი იყო თავის დროზე, შემდგომ უკვე დასუფთავდა, მოწესრიგდა სადგილი და ეხლა მიიღო მსგავსი ვიზუალი. ესეც ერთგვარი გამშვები პუნქტი, ასე ვთქვათ, რეცეპშენი, სადაც ხდებოდა ხალხის შემოწმება. ვინსაით მიდიოდა, იმიტომ რომ ამ ბუნკერს აქვს სხვა გამავალი გვირაბები და აქედან ხდებოდა ამ ხალხის ნაკადის გადანაწილება, ასე ვთქვათ.
ეს არის სადღაც 1928 წელს გამოშვებული საგზაო პოლიციის ჩაფხუტები წითელი ზოლით და წითელი ვარსკვლავით თეთრ ფონზე. ეს განასხვავებდა მათ სხვა სამხედრო ჩაფხუტებისგან. და აქ უკვე აღწერილია ყველა ის მოქმედება, რაც უნდა შეესრულებინა მაშინ ამ ბუნკერში მყოფ ხალხს. იქ წერია საკვები რა დოზით უნდა მიეღოთ და ასე შემდეგ, პური, სუხარი, კონსერვი, ჩაი, აბსოლუტურად ყველაფერი. ბატონი იოსები როგორ ჩანს, მე კარგად ჩანს. ძალიან ძველი პროექტორი. ესენი არის უკვე სასმელი წყლის რეზერვუარები, სუფთა წყლის რეზერვუარები, რომელიც მოდიოდა ამ მილის მეშვეობით. შემდგომ აქ უკვე იფილტრებოდა და ბუნკერს მიეწოდებოდა, ასე ვთქვათ, სუფთა წყლის მარაგი. აბლაბუდები რომ ხელა. და ის უკვე აქ ხდება კიდე ერთი ჰერმეტული კარები, ასევე აქაც და მოვიწოდა თქვა. ეს გვირაბი და ზოგადად ეს დერეფანი უკვე აკავშირებდა ბუნკერს შიდა ტერიტორიასთან, რომელსაც კიდევ იყო რამდენიმე სახის ბუნკერი. როგორც იყო იმ უფრო მასაზე გათვლილი ბუნკერები, ანუ 200, 300, 400 და 500 კაცი ასე შემდეგ. მაგრამ ბოლოში ეს გვირაბი უკვე არის ჩახერგილი ხელოვნურად. ეს უკვე მოხდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა დაიშალა და ეს გამოვალ გვირაბი მაშინ უკვე შედიოდა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ობიექტზე. გამომდინარე აქედან, ქარხნის დირექცია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ჩამოენგრიათ და ასე ვთქვათ, არ დაეშვათ ის ფაქტი, რომ იმ ხალხმა, ვინც თავის დროზე მსგავსი ბუნკერები გაძარცვა, რომ მათ არ შეეღწიათ ქარხნის შიდა ტერიტორიაზე. ტელეფონი მირეკავს. იჯერს აქ. საჰაერო. რომელსაც ისეთი ვიზუალი აქვს, რომ შეიძლება სადმე გავუყავდეთ, აი იქ ჩანს. პატარა ოთახი. არსებული იმ ათეულობით ბუნკერიდან, სადაც დამყოფი ვარ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და შემორჩენილი ბუნკერი. მაგრამ თავის დროზე, როდესაც აქ პირველად მოხვდი, მაშინ იყო ჩვეულებრივი სანაგვე, ასე ვთქვათ. არაფერი განსაკუთრებული, დღეს შემორჩენილი გვაქვს უკვე. გავწმინდეთ, დავასუფთავეთ. ინსტრუქციად როგორ უნდა მოქცეულიყო ხალხი სიტყვაზე, როგორ უნდა ემკურნალათ რადიაციით დასხივებული ადამიანებისთვის, როგორ უნდა ყოფილიყო, როგორ იქნებოდა სიმპტომები, როგორ უნდა დაეკრძალათ ისინი, როგორ გამოეყენებინათ ყველა ის პრეპარატი, რაც მაშინ ბუნკერში იყო სპეციალურად მსგავსი საქმისთვის გათვალისწინებული და ასე შემდეგ. დოზიმეტრი მაშინდელი რომელიც ასე ანათებს სამოსი აირწინაღები სათვალე და ეს უკვე არის ძალიან ძველი სამედიცინო დახმარების ჩანთა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნივთი არის 1950 წლის ბინტი. უკვე აქეთ არის ძირითადი საუნტილაციო მექანიზმი, ეს არის ჰაერის ფილტრები, შემომავალი 2 მილი, რომელიც ბუნკერს ბოლოს მიაწვდიდა სასუნთქად ვარგის ჰაერს. ეს თავისი არლიეთ, რა თქმა უნდა, 1975 წელს არის ეს დაყენებული აქ. ესეც რა თქმა უნდა ზამბარებზეა, რომ ამასაც გაეძლო, რა თქმა უნდა, მაშინდელი ამ დიდი მიწის ყევებისთვის, რასაც გამოიწვევდა საბოლოო ჯამში დაბომბვა. შემომავალი ჰაერი აი ამ მიუზია აღნიშნული, ხოლო ეს უკვე რომ დავაკვირდეთ, აქ კარგად ჩანს, რომ ერთი ფერის კი არის, მაგრამ განსხვავებული მილები, ეს უფრო სქელი და ისეთი
კვიდრი მილია, რომელიც შემოდის ბუნკერში, რომელსაც შემოქონდა გარედან ჰაერი, ხოლო უკვე ეს მილი, რომელსაც ზემოდან აქვს ნახრეტები, რათა ეს ჰაერი უკვე გაფილტრუდა სუფთა ჰაერი შემოეტანა ბუნკერში. ესეც ელექტროენერგია. აი ზუსტად ის საჰაერო წეღა, რომელსაც უყურებდით, გამოდის უკვე ამ ოთახში, სადაც წეღა ვიყავით, პატარა ჰერმეტული კარებით.